დავინახე რომ ახალგაზრდა გზელთმიანი ხუჭითმიანი ბიჭი მორბოდა ჯოხით ხელში და რა დროსაც ეს ჯოხი რამოდენიმეჯერ მოიქნია და მათ შორის ერთხელ მოხვდა მე ხელის არეში. შემდეგ ეს ბიჭი გარბოდა უკან და გაიყიდა მას ერთ-ერთი პოლიციელი ჟამერაშვილი გვარად და აი ჟამერაშვილს უკვე ეს ჯოხი გადაატეხა ის შემდეგაც მოხდა მისი უშუალოდ დაკავება. ჯოხი ჩამარტყა ხელში. აი მარცხენა ხელის მტევანზე. დაზიანება ცოტათი მქონდა შეწითლებული. სამედიცინო დაწესებულებას მიმართა? არა, იმიტომ რომ არ მქონდა ის დაზიანება, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართა. ტკივილის განცდა სიწმინდა აღნიშნული? რა თქმა უნდა, ხელა ჯოხს რო ხელში ჩავარტყავენ, ყველა იგრძნობს მაგას. თუ შეგიძლიათ რომ აღწეროთ ასე უფრო მოსახერხებელი არის მაყურებლისთვის ის დაზიანებები, რომლებზეც თქვით, რომ მათე დევიძემ მოგაყენათ. მხოლოდ ხელის არეში მქონდა ოდნავ სიწითლე. მარცხენა ხელის არეში მტევანზე მოხვდა ჯოხი. თქვენ მიგაჩნიათ, რომ აი ამ სიწითლისთვის, რომელსაც თქვენ მიუთითებთ, 4-დან 7 წლამდე არის ადეკვატური სასჯელი? მაგისთვის არსებობს სასამართლო და სასამართლო მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. გაგიცით პასუხი მე უკვე თუ შეიძლება. ბოდიში არა გამატარეთ ახლა გავდივარ და რა შეიძლება. ერთი წუთი ბოდიში. მათე დევიძე დაიღუპა. საფრთხე თუ იგრძენით, ეს მაინტერესებს. რაიმე შიში თუ იგრძენით.